გამარჯობა. მე ისევ მარიამ მენაბდე ვარ და Citizen Blog-ის ამ სერიაში ვისაუბრებთ ჩვენი ცხოვრების ყველაზე ფასეულ სივრცეებზე. თუ გიფიქრიათ, რა გიჯდებათ ძვირი, რეალურად ძვირი, სტრესი, გადაღლა, გაუცხოება. 21 საუკუნე მუდმივი სიჩქარე, მუდმივი ხმაური, მუდმივად ინტერნეტთან მიჯაჭვულობა. ჩვენ ვცხოვრობთ უპრეცედენტო დროში, როცა გონება არასოდეს ისვენებს და რა გვჭირდება ამ ქაოსში? სიმშვიდის კუნძულები. სახლი აღარ არის მხოლოდ ჭერი თავზე. ის გახდა კომფორტის ზონა გონებისათვის და პატარა საზაფხულო სივრცეებმა, აივნებმა, ლოჯიებმა, ეზოებმა შეიძლება იქონიონ პოზიტიური გავლენა ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე. 20 წუთი რომ გაატაროთ თქვენ საივანზე, მცენარეებთან, თქვენი სხეული ავტომატურად იწყებს განტვირთვას. წარმოიდგინეთ დილა, ყავა ხელში, მზის სხივები, ჩიტების ჭიკჭიკი ან საღამო, წიგნი, მშვიდი მუსიკა, ვარსკვლავები. ეს არ არის და არ უნდა იყოს ფუფუნება. არქიტექტურა ცვლის ფოკუსს. თანამედროვე ურბანული გეგმარება სულ უფრო მეტად ცდილობს ბუნებასთან კონტაქტის დაბრუნებას. თბილისიც ნელ-ნელა ფხიზლდება. სულ უფრო მეტი ადამიანი აცნობიერებს ამ სივრცეების მნიშვნელობას, რომელიც ბეტონის ლაბირინთებში მინი ოაზისების ფუნქციას ასრულებს. Citizen Central Park-იც არის მაგალითი, როგორ შეიძლება ვიფიქროთ განსხვავებულად. კომპლექსის პერიმეტრული დაგეგმარება უზრუნველყოფს, რომ ყველა ბინას ჰქონდეს საკმარისი მზის შუქი და განიავება, რასაც ემატება ორიგინალური გადაწყვეტა მწვანე ტერასების სახით. როცა ვირჩევთ საცხოვრებელს, სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სიმშვიდე ფასდაუდებელია. რაც თანამედროვეობის გამოწვევაა. სწორედ ამიტომ, თუნდაც მცირე ზომის მწვანე სივრცეები ის კუნძულებია, სადაც დრო თითქოს ჩერდება. სადაც შეგიძლიათ უბრალოდ იყოთ, არაფერი აკეთოთ, ცოტა ხნით მაინც. ეს უკვე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მინიმალური საჭიროებაა. მომავალ შეხვედრამდე.